UFC ილია თოფურიას სუპერბრძოლის ჩანიშვნასთან ძალიან ახლოს იყო. ამის შესახებ თავად ქართველი ჩემპიონი საუბრობს. მისი თქმით, თეთრი სახლის ქარდის დაანონსებამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, რომ მახაჩევთან უნდა ებრძოლა. როცა დავიძინე, ვიცოდი, რომ მახაჩევთან უნდა მეჩხუბა. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მან ტრავმა მიიღო და ჩემი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. თქვა თოფურიამ. თოფურიას განცხადებას მოგვიანებით ისლამ მახაჩევი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველის სიტყვებს გამოგონილი უწოდა. მისი თქმით, ბრძოლაზე უარი თავად თოფურიამ თქვა, რადგან მან არარეალურად დიდი ჰონორარი მოითხოვა. ჩემპიონთა ლიგაზე ქართულ დაპირისპირებამდე რამდენიმე საათი რჩება. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე PSG და ლივერპული ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებენ. პარიზული კლუბის შეტევაში ხვიჩა კვარაცხელიას ვიხილავ. ლივერპულის კარებს კი გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტრავმის შესახებ ცნობები არ დადასტურდა. მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორს მაიამი ჰიტსთან გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა 22 წუთი ითამაშა და ჯამში 11 ქულა 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მანამდე არსებობდა ვარაუდი, რომ მუხლის დაზიანების გამო ქართველი თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ლეგენდარული რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლუჩესკუ ბოლო დრომდე რუმინეთის ნაკრებში მუშაობდა. მან ბოლო დღეებში 2 ინფარქტი გადაიტანა. შედეგად ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა კი მისი სიცოცხლე ვეღარ შეინარჩუნეს.